ერთი რამე არის კიდე ხა ჩვენ ნაგერ ბატონი ალექსანდრე ადვოკატია მეც ადვოკატი ბრძანდები და რამთხელა ზიანი მოუტანა ბატონო თითო ნარკოტიკების ეგრეთ წოდებულმა გარკვეულწილად ლიბერალიზაციამ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციამ ქვეყანას უამრავმა ადამიანმა ვითომ ეს უწყინარი მარიხუანა გახდა საფუძველი იმისა რომ დღეს მაგალითად დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ხალხი ღვინისმაგივრად მარიხუანითი იმაშვება და ბოდიში და ქალი აღარ უნდა და მარიხუანითი იმაშვებიან ტკბებიან და მე ხელისუფლების გადაწყვეტილება მომეწანა ამთან საკითხთან დაკავშირებით რომ გამკაცდება მოხდება ამ პოლიტიკის და უკვე ხედავთ რომ ოპერაციები ჩატარდა ამ მიმართულებით და ნუ ამას მოყვა გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან პროტესტი. აი ხა ამ საკითხზე გამოვიდა იაგო ხვიჩია გირჩის გირჩის ხელმძღვანელი, დიახ. დიახ, და აი ნახეთ რა პოზიცია დააფიქსირა. დღეს შემოიტანეს ხოცებმა კანონი, რითაც მილიონ საქართველოს მოქალაქეს დაემუქრნენ. აი მილიონი დაახლოებით ადამიანი მოიხმარს პირდაპირ ირიბად მარიხუანას ქვეყანაში. ესენი არიან თქვენი ოჯახის წევრები, მეგობრები, ნათესავები, რომლებსაც უთხრებათ თქვენთან პირველ რიგში რომ აღიარო ეწევიან. მილიონი კაცი რაღაცას აკეთებს და ეს არ შეიძლება იყოს კანონდარღვევა. მე შემიძლია გითხრათ რომ მას შემდეგ რაც თქვენ მე მიცნობთ და იცნობთ იმ საქმეებს, რასაც სხვადასხვა ფორმით ვაკეთებ, მე სულ მოვიხმარდი მარიხუანას. და ამის შესახებ არასოდეს არ დამიმალავს ყველა ჩემმა მეგობარმა ეს იცის. მაგრამ აი ეს რო გაეკეთებინა ამ ქვეყანაში იმ ადამიანთა მეათეც მაინც რომელიც მარიხუანას მოიხმარს. რომ ამითი მას არც ხელი ეშლება განსაკუთრებულად და არც განსაკუთრებულს არაფერს არ აფუჭებს. ეს საერთოდ სხვა სიტუაცია გვექნებოდა. არც ახლა ამჯერა რომ ამ ვიდეოს მერე მომბაძავთ და გახდებით გულწრფელები თქვენს გარშემო მეგობრებთან. მოითხოვთ იმას რომ თავი დაგანებონ. ამჯერა მაგრამ გონია რომ ჩემი გასაკეთებელი და საქმელი ახლა ეს არის. გამოდით საჯაროდ ნუ გცვენიათ, შეუტიეთ სახელმწიფოს. მინიმუმ იმიტომ რომ თავი დაგანებონ. წინამძღოლ შემთხვევაში ნებისმიერ მთავრობა ყოველთვის მოინდომებს თქვენს გატყიდვას. იმიტომ რომ იმალებით. ეხლა რა არის, ცით ერთ რამეს გეტყვით რა. ეხლა ბევრი ალბათ უყურებდა ამ კაცის მიერ შექმნილ გადაცემათა ციკლს საქართველოს დაბადება. ეხლა მე ჩემი მტერიც რო იყოს ადამიანი, მე იმას არ დაუკარგავ იმ რაღაც დადებით თვისებებს, თუ კი მას გააჩნია. ეს კაცი ეხლა უჭკუო კაცი არ არის. ნამდვილად აზროვნებს და ნაკითხი ადამიანია. საჯარო რეესტში მუშაობდა ადრე სააკაშვილის ხელისუფლების დროს, ხელმძღვანელი იყო. და ეხა იმ იგრძნობა მაშინ, მაგრამ ამ ნიჭს და ამ თავის აზროვნებას ეს კაცი ცუდი რაღაცისთვის იყენებს. ჯერ გასაბერი ეკლესიები შექმნა. მერე ბოდიში და ამ გასაბერი ეკლესიები ტელესექსდივები დააჯილდოვა. მერე ესე იგი ბოდიში და მარიხუანის გარკვეული ის შექმნა რაღაცა სექტა და რაღაცა ეხა კაცი თუ გამოდიხარ შენ როდესაც ყველაზე არის ცუდი როდესაც აი ცნობადი და აი რაღაცა ეგრეთ წოდებული ფეის სახე აკეთებს განცხადებებს და მერე პოპულარულია და მერე აი ამ ესეთი განცხადებების ავტორი ამბობს რომ მე რაღაცა ცუდსაც ვაკეთებ მერე ეს გადამდები ხდება აი ცნობილი ადამიანის ქმედებები გადამდები ხდება ყველა ადამიანში არის ცუდი თვისება რას ამაყუა ეხლა ეს შე რომ ისედაც ვიცოდით ეხლა შენ თუ გონია ეხლა რაღაც ახალი აღმოაჩინე ყველამ კარგად ვიცით ვინ რას აკეთებს ამ ქვეყანაზე ეხლა შეიძლება შენ კიდე ისეთი რაღაცა ბოდიში და თავარი არ გითხარი და ისიც ვიცით მაგრამ ერთი ფაქტია რა ხელისუფლებას უნდა შეუტიონ მითხარი ფაქტია დადგენილია რომ ნარკომა ეს გარკვეულწილად ეს მარიხუანა რომელიც დღევანდელი მარიხუანა განიცდის გარკვეულწილად ის აღარ არის ადრე რო ეწეოდნენ მე ცხოვრებაში არ გამისიჯა მე ვამბობ მეცნიერებისას ეს უკვე ძლიერი ფაქტობრივად ნარკოტიკული საშუალება ჰიბრიდი არის და ეს იწვევს აგრეთვე შიზოფრენიას ეს იწვევს ძალიან ბევრ ცუდ თვისებებს ელემენტარულად ეს დაკავშირებულია ჩვენ გენოფონდთანაც იმიტომ რომ ვინც ამ მარიხუანაზე ზის არც ქალი უნდა არც შვილის გაჩენა უნდა კაცო
არა, შენ თუ გინდა, ბოდიში გადმოვალ, ბატონო დიტო არ გქონს. არა, სახელმწიფოს კი ხელისუფლებას კი არაო. სახელმწიფოს შეუძლიათო. ხო და ეს უფრო უარესია. ხო და მე ბევრის, აი მე ბევრის იმას ვერ გავიზიარებ, ეს კაცი რო ცაში აკავდათ. ეხლა მოგწონთ ეს ამ კაცის პოზიცია, მოგწონთ გასაბერი ეკლესიები, რომელიც ამ კაცს და კაცი რო გამოვიდა და ჩემი პატრიარქიო ამერიკის ელჩი არისო. და ეს კაცი იყო საქართველოს პარლამენტის დეპუტატი. იცი რა, ქართველი კაცი ყველა ნიჭიერია და ყველას აქვს ტვინი, მაგრამ ამ ტვინს რისთვის გამოიყენებს, ეგ არის ყველაზე მთავარი. და შედალოცილო რა სახელმწიფოს უნდა შეუტიო, რა გინა, ეხლა უამრავი უბედური შემთხვევა, მტკვარში რო ხდება ის მანქანები, თქვენ ხო არ გონიათ ის ხალხი მართლა მოდიშ და ფხიზელია. უამრავი უბედური, თქვენ ის აი ქალთა მიმართ ძალადობები რო ხორციელდება, მე ხმას ვიმაღლებ, რომ ზოგჯერ ბევრჯერ უკანონოდ ხდება მეთქი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში სწორედ აი ამ ნარკოტიკული თრობის ქვეშ არიან ის ადამიანები, ვინც ქალზე ძალადობს, ვინც დანაშაულს ჩადის. რა სახელმწიფოს უნდა შეუტიოთ, ვერ გავიგე. აი გაუგონარია